მოგესალმებით, მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები სამების თემასთან დაკავშირებით. მოკლედ ეს ერეტიკოსები არის ვენებენ. ერთი ადამიანი მეუბნება, რომ ჩვენო არ ვიცახით, რომ იესო იახვე არისო. ანუ არ ვიცახით, რომ ქრისტე მამა არისო. და არც ის, რომ იახვე იესო არისო. მაგრამ მე რომ მოусმინე მაგათ ჩანაწერებს და მაგათ საუბრებს რა. თავის სიტყვებს ღალატობენ და იძახიან, რომ დიახო იესო იახვეც არისო, მამაც არისო და სულიწმინდეც არისო, იახვე სამსახოვანი არისო. და ეს უკვე ერესია, აქ უკვე ისინი ქრისტეს უწოდებენ მამას, იმიტომ რომ ერთადერთი სახელი მამის ძველ აღთქმაში გაცხადებული არის ესაია 64:7-ში. ეს არის იახვე, რომ მხოლოდ მამის სახელი არის და არა ძის და მამის ერთად აღებული, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს. და სიტყვა იყო ღმერთთან, სიტყვაში მხოლოდ ძე იგულისხმება და არა მამა და ძე ერთად, როგორც ერთი სიტყვაო. Il verbo era prestio s'intende per verbo solo il figlio non il padre e il figlio insieme come un unio verbo. Se acto ნეტარი ავგუსტინეს. მოკლედ ერეტიკოსები ამბობენ, რომ ღმერთი არ არსებობდა მარადიულად ძის გარეშე, სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა მარადიული მამაო. ვისი მამა იქნებოდა მარადიულად, თუ კი ძესულ არ ეყოლებოდაო. ესაა ზუსტად ფრაქსიაქსეს ერესი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამი ერთის გარეშე, სამი არა, ანუ ისინი სამი ერთმანეთის გარეშე, თუ ისინი ერთდაიგივები არ არიან, არ არისო ღმერთები არ არის, ღმერთი არ არისო. თუ ღმერთი მამა გახდა, მაშინ ის შეიცვალაო. მაშინ ვისი მამა იყო, თუ კი მარადიულობა არ მიეწერება მის შემოქმედებას? მე რომ რამე შევქმნა, უნდა დავიწყო შემოქმედება, ხომ ასეა? იყო თუ არა ღმერთი მარადიულად შემოქმედი? მე რომ მამა გავხდე ვინმეს, უნდა შევქმნა და გავაჩინო ვინმე. სხვაგვარად როგორ ვიქნები ავტომატურად ვინმეს მამა? მარადიულად თუ კი შემოქმედება არ დამიწყია? უნდა ჩდება ესეთი კითხვა. როდის გახდა ღმერთი შემოქმედი და მამა? თუ სულ იყო შემოქმედი, მაშინ ვისი შემოქმედი იყო? თუ კი მასთან ერთად მარადიულობა მიეწერებოდა მისსავე შემოქმედებას. თუ მამას სულ ყავდა ძე მარადიულობის წესით, მაშინ შობა უქმდება. რადგან ღმერთი არც იშვება და არც ჯობს სხვა მისნაირ მსგავს მეორეს. სანამ იქნება ძე, მანამდე ეწოდება მამის ძე და სანამ მას ეყოლება მამა, მანამდე იქნება ის მამის ძე და არა თავად მამა. ედრუულად ორივე ერთი იყოს, ეგ ნონსენსი არის, მეგობრებო. თვითონ ნეტარი ავგუსტინეცაც მოყავს იგავების ვის 22-ის ეს მუხლი, მე წავიკითხავ ამას. ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს, როგორც ღვთის სიბნელსა და ძალას, ხოლო სიბნელზე კი იმიტომ დაიწერო მის შექმნა, რათა ჩვენ ღმერთის გარდა დაუბადებლად და შეუქმნად არაფერი არ მივიჩნიოთ. Il Signore mi ha creato al principio delle sue vie. და ეს ტექსტი მოყავს ნეტარ ავგუსტინეს ბიბლიიდან. უფალმა შემქმნა თავის გზის დასაწყისში, იგავების 8:22-ში ზუსტად შემქმნა წერია. ვისი შემოქმედი იყო მამა, თუ კი მარადიულად ეწოდება მას ღმერთი, როგორც შემოქმედს? გამოდის ძის შემოქმედი არ ყოფილა. არადა ძე თვითონ აღიარებს, რომ მას ყავს შემოქმედი და გამჩენი, ერთადერთი უზენაესი. თუ მამას არ გაუჩენია ძე, მაშინ არც არავისი შემოქმედი არ ყოფილა, რადგან ძის გაჩენით მას შემოქმედება არ დაუწყია და თუ არაფერი არ დაუწყია, მაშინ არც არაფერი არ შეუქმნია. ამაზე აღარ ფიქრობენ ხოლმე, სად მიდიან მათი ლოგიკა. თუ ჩემს გარდა სხვასაც მიეწერება მარადიულობა, მაშინ ამით მხოლობითობა უქმდება. გამოდის მე არ ყოფილვარ, მე არ ვფლობ მხოლოდ მარადიულობას და თუ ჩემს გარდა სხვაც ფლობს, მაშინ მე აღარ ვარ მხოლოდ ერთი ღმერთი. ამბობენ, როდის ვიძახით, რომ ქრისტე მამაო და თანამამდროულად ამტკიცებენ, რომ ერთი სამის გარეშე ერთი არაო. თუ ღმერთი სამპიროვანია და სამსახოვანია და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, მარადიულად და დაუსაბამოდ, მაშინ ქრისტე ვინ გამოდის? სამების სწავლებით ღმერთი მარიამში მოვიდა როგორც მანამდე არსებული მამის ძე და განკაცება შეეყო მამასაც, როგორც ამას თვითონ ოქროპირი ადასტურებს და წერს, ძველი დღეთა ჩვილად იქცაო. სამპიროვანი ერთი არსება ძის გარეშე ცალკე მამას არ აღიარებს მხოლოდ ერთ ღმერთად. თუ მამას არ დაუწყია შობა, მაშინ არც ყოფილა ამის საჭიროება, რომ ძე ეშვა. ვინაიდან მარადიულად ერთად იყვნენ. სამების სწავლების თანახმად, თუ ამ სწავლებას დაუჯერებთ, ძე უშობელად შობილი და განუყოფლად განყოფილი. სამება გონებით ჩაუწვდომელი, რადგან ის არ არსებობს. როგორ შეიძლება გონებით ჩასვლა იმას, რაც არ არსებობს? იესოს უკან მე ყოველთვის ხედავ უზენაეს მამას და ვერ მეტყვი, რომ უზენაესობა მიეწერება მამის ძეს, როგორც თავად მამას ძის სახით მოსულს და არსებობს თანამარადიულად, რადგან შეუძლებელია ღმერთს ღმერთი გამოეგზავნა დედამიწაზე, როგორც საკუთარი თავი ძის სახით ამავდროულად განკაცება არ შეხებოდა მამასაც. ტერმინი თანასწორი და ტოლი უკვე გამორიცხავს მამის მხოლობითობას. ერეტიკოსების აზრით ღმერთმა რომ შემოქმედება დაიწყო, ამით თავისი არსის შეცვალა?
მაშინ ძე არც გაუჩენია და ფსამუნი ორი შვილშიც გვატყუებს, ოდესაც წერს გუმრანის ტექსში. იახვე ეუბნება ძეს, მე შენ ხარ ჩემი შვილი, მე გავხდი შენი მამა. და ქართულში თარგმნეს ესე. რომ დღეს გშობეშე, მე რომ შვილი გავაჩინო, ამის გამო უნდა შევიცვალო? მე რომ მამას უყურებ, ავტომატურად ძეს ხედავ? როგორ შეიძლება ვინმე შვილი გეწოდოს თუ კი დაბადებული ან და გაჩენილი არ ახარ? და ანალოგიურად როგორ შეიძლება მამა გეწოდოს თუ კი არავინ გაგიჩენია და შემოქმედებაც არ დაგიწყია? ღმერთი უცვლელი დარჩა, როცა დაიწყო შემოქმედება? მე რომ შვილი გავაჩინო, ამისთვის სულ უნდა მიყო მამა? მე რომ ძევშვა, ამისთვის ის სულ უნდა მყავდეს? მაშინ რა საჭიროა მისი გაჩენა, თუ კი ის ისედაც იყო ღმერთი, ხო საკუთარ თავიდან არ გამოდის ღმერთი, ასე არ არის? მე რომ მამა გავხდე, უნდა ვიყო ვიღაცის მამა. თუ მე თვითონ ვარ ჩემი შვილის დამადროულად მამამისიც, რადგან მის გარეშე არ ვარ მარადეულად მამა, მაშინ არც შვილი მყავს და არც არავის მამა არა ვარ. რადგან საკუთარი თავის შვილიც ვარ და მამაც ერთდროულად. ამ გაგებით მე არავისი გაჩენა არ დამიწყია და არც არავისი შემოქმედი არ ყოფილვარ. თუ კი ძის შემოქმედებით ჩემი ბუნება იცვლება. ღმერთს არ სჭირდება ძე იმისათვის გააჩინოს, რომ ერქვას მარადიული მამა. ის ისედაც მარტოა თავის უზენაესობაში, მარტო მოქმედის დიდ საოცრებათა ფსამუნები 115:4. თუ მამა ცალკე იქს და ძე ცალკე, ივანეს სახარების 5:17 თანახმად, რასაც სწავლობს მამისაგან იესო და იგივე საქმეს აკეთებს, რასაც მამა უჩვენებს, მაშინ სამება არ არის განუყოფელი. თუ მამა მის შექმნილში ძეს ავტომატურად თუ მამის მიერ შექმნილში ძეც ავტომატურად ქმნის, ანუ მამის მიერ შექმნილი მიეწერება ძესაც, მაშინ უკვე შექმნილს როგორ გაუჩვენებდა მამა თავის ძეს, რაც საჭიროა იქნებოდა ძისთვის რამე შექმნილის ჩვენება, თუ კი მყისიერად და თანადმარადეულად და თანადროულად მასთან ერთად შექმნა. ნახეთ ივანეს სახარების 5:20. სიცოცხლე ძეს თუ სულ კონდა მარადეულად და თვითონ იყო სიცოცხლე, მაშინ რა შუაში აქ მამამ მისცაო. ნახეთ ივანეს სახარების 5:26. და მასაც მისცა, ძესაც მისცა სიცოცხლე საკუთარ თავში რომ კონდესო. თუ კი მარადეულად კონდა და მარადეულად იყო ძეც, მაშინ რა შუაში აქ მამამ მისცა ძეს სიცოცხლე. და თუ არ დაწყებულა, მაშინ არც არაფერი მიუწია. მე რომ გავაჩინო ძე, არსებობა მე უნდა მივცე, როგორც მამამისმა. თუ ძეს არსებობა არ დაუწყე და სულიყო, მაშინ მამა აღარ ვარ მისი და არც არაფერი არ გამიჩენია. მამა ყოველთვის იყო უზენაესი. მე რომ შვილი არ მყავდეს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ ვარსებობდი. მე რომ შვილი არ მყავდეს, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვარსებობდი. თვითონ სიტყვა ძე, რაც გეუბნება, რომ მას ყავს მამა და არა თვითონ არის მამაც და შვილიც ერთდროულად, ხო? ან თვითონ სიტყვა ძე გეუბნება ამას. ვისი მამა იყო უზენაესი, თუ ძელს სულ არ ეყოლებოდაო? ეს რა სულადური აზრია? მე რომ მამა ვიყო, სულ უნდა მყავდეს მამა? ანდაც მე რომ ვიყო ვინმე შვილი, ამისთვის სულ უნდა ვიყო მისი შვილი? დამავდროულად საკუთარი თავის მამაც? ერთდროულად ვარსებობდით მე და ჩემი შვილი, დამგაგებით ერთი ვართ? მაშინ ის არც არასდროს არ გამიჩენია და არც არასდროს გამختار მამამისი და არც ის ყოფილა ვინმე შვილი, რადგან არც არავისგან შობილა, ვინაიდან ერთად იყვნენ მამა და ძე, როგორც ერთი ღმერთი. და ფსამუნი 109:3-იც, სადაც წერია, რომ განთიადის საშოდანვე გშობე შენ, გვატყუებს უზენაესი ძეს რომ მიმართავს, განთიადის საშოდან გშობე შენ ვით არცაც ვარიო. როდესაც საუბრობთ ღმერთზე, ის უნდა იყოს უდიდესი ღმერთი, რომელიც ფლობს მარადეულობას. თუ კი მის გარდა სხვაც ფლობდა მარადეულობას, მაშინ ის ვერ იქნება ერთადერთი და მარტოთყოფი პირველყოფილი მამა. არის მასზე უწინ სხვა ღმერთი, ვინც მას რამეს მისცემდა? ვისგან მიიღო იესომ ზეცაში ძალაუფლება, თუ კი თვითონ იყო ყოვლისშემძლე ღმერთი? ნახეთ მათეს სახარება 11:27-28, ფსალმუნები 45:5, 72:18, 86:10. განა მის გარდა არის სხვა, ვისაც მასავით შეუძლია რკინის კვერთხით დამწყებსა, თუ კი მხოლოდ მას მიეწერება ეს ქმედება? რა ხელმწიფება მივიღე მამა ჩემისგან, რას ამობს იესო გამოცხადების 2:17-ში? ვინაა მამამისი, თუ კი თვითონაა ყოვლისამყრობელი ღმერთი? მაგალითად მოვიყვან რა უთხრა მამამ ძეს, შენ ხარ ჩემი ძე, დღეს გშობე შენ, ფსალმუნები 2:7. თუ გინდა რომ დავიჯერო რომ ის ერთდროულად არის მამაცა და ძეც, მაშინ სხვა განაჩვენე ეს განსხვავება. მუფალმა უთხრა საკუთარ თავს, მე ვარ ჩემი საკუთარი ძე, დღეს ვიშობე ჩემი თავი? ვისი ხმა გაისმა ზეციდან, თუ კი იესო იყო ღმერთის ხმაც და სიტყვას დედამიწაზე? მამაო, განადიდე შენი სახელი და მოვიდა ზეციდან ხმა, განვადიდე და კვლავაც განვადიდებ. ივანეს სახარების 12:28. ასე რომ ძე ითხოვს მიწიდან და მამა პირდება ზეციდან. მაშ რატომ აქცევთ მამასაც და ძესაც მატყუარად? ვის უნდა განადიდებინა იესო, თუ კი მთელი დიდება ძეს მისცა? გამოდის მამას არ დაუკარგავს თავის დიდება და ძალაუფლება ძეზე გადაცემით.
ბოლოს და ბოლოს თუ მამა ზესიდან ესაუბრებოდა ძეს, თუმცა ის თავად იყო ძე დედამიწაზე, ან ძე ლოცვით შეესწავდა მამას, თუმცა თვითონ იყო მამა ზეციერი, მაშინ ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ძემ სთხოვა მამას. სთხოვა საკუთარ თავს, თუ ძე იყო მამა, ან მამა დახპირდა თავის თავს, როცა ხპირდებოდა ძეს, თუ ის იყო მამა. თუ კი ამ განდიდებაში სამების ერთარსობა იგულისხმება, გამოდის თუ მამა არ ადიდებდა ძეს, იქამდე ძეს არ უნდა ედიდებინა მამა. იოანე სახარები 17:1 განდიდებაში იესო მიგულისხმა მამა მასახელეო და არა თაყვანი მეციო. მამა ასახელე შენი ძე, რათა ძის მეშვეობით გასახელონ შენო და იწამონ რომ შენ მომავლინეო და არა ჩემი თავი თვითონ ჩამოვიყვანე ზეციდანო. ძეს თუ ასახელებდა მამა და მის სახელს ერებში გავრცელებდა, რა თქმა უნდა ამით ძე კი არ გახდებოდა უზენაესი, არამედ ყველა დაიჯერებდა რომ იესოზე იყო მოწმობა თავად ღმერთიდან, რომ ის რასაც აკეთებდა ნამდვილი იყო და არ იტყუებოდა. მართლა ღვთისძე იყო და არა ისე თითქოს თავს უტოლობდა უზენაეს და იძახდა მეორე უზენაესი ვაარო. იესო რომ თვითონ ყოფილიყო უზენაესი ღმერთი, ხომ არ იტყუდა მამაჩემი განმადიდებს ვიზეთ თქვენ ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო? იოანეს 8:54 ნახეთ. რა გამოდის ებრაელების ღმერთი იესოს ღმერთიც იყო? რატომ არ უთხრა იესო მე ვარ თქვენი ღმერთიო, ვისაც თქვენ მამას უწოდებთო? ანუ ზესიდან ვისი ხმა გაისმა განვადიდე კლავაც ვადიდებო. თუ კი უზენაესმა იცოდა რომ იესო მას თავს უტოლებდა და მაინც დაუმოწა განვადიდე არა შენი სახელი, არამედ ჩემიო? რა სახელი განადიდა მამამ? მამა ღმერთს იესო ქვია? იესო მეორე უზენაესი ღმერთია და მამა მაინც თავის თავზე თქვა ჩემს სახელს განვადიდე და არა შენსასო? იფიქრეთ მეგობრებო ამ ყველაფერზე და ნუ შეგასდეთ, ნუ რავი, გადაუმოწმოთ, არაფრის მიღება არ შეიძლება.